ზვიად რატიანის წინა სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პოეტი თითქმის 2 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ის პოლიციელზე თავდასხმის მუხლით არის დაკავებული. პარალელურად მიმდინარეობს პროევროპული აქციების კიდევ 2 მონაწილის, რუსეთის მოქალაქეების ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის ხდომაც, მათ ნარკოდანაშაულის მუხლი აქვთ. დანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც დღეს ამ ხდომებს ესწრება და მოგუყვება რა ხდება სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ერთდროულად 2 საქმის განხილვა მიმდინარეობს. ერთი მხრივ განიხილება პოეტ ზვიად რატიანის საქმე, ის რუსთაველის გამზირზე ივნისის თვეში დააკავეს და მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ხოლო მეორე მხრივ განიხილება პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეების ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეები, რომლებსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვას ედავებიან. დავიწყოთ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე საუბრით. დღეს ზვიად რატიანის ადვოკატი მოსამართლეს ლელა კალიჩენკოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შედარებით მსუბუქი სასჯელით გირაოთი შეცვლას მოითხოვს. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ლელა კალიჩენკო, თუ კი ის დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, შესაბამისად შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ ზვიად რატიანი გაათავისუფლონ პატიმრობიდან. ზვიად რატიანი პატიმრობაში უკვე თითქმის 2 თვეა იმყოფება. რეალურად პოეტის წინააღმდეგ პროკურატურას ადვოკატების თქმით აქვს მხოლოდ 2 მტკიცებულება. ერთი მხრივ ეს არის ის ვიდეო, რომელიც სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხზე გავრცელდა, სადაც პროკურატურის თქმით თავს დაესხა პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელს, ხოლო მეორე მხრივ არსებობს პოლიციელის ჩვენება, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზვიად რატიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და ის თითქოს ამ საქმეში დაზარალებულია, ეს თეიმურაზ მეშველიშვილია. დღეს ზვიად რატიანის საქმეზე გაიმართება წინა სასამართლოს ხდომა. სასამართლოს შეაფასებს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს. გარდა ამისა, გადაისინჯება ზვიად რატიანის პატიმრობა და თქვენ იცით, რომ 25 ივნისიდან დღემდე ზვიად რატიანი რჩება დაუსაბუთებელ პატიმრობაში. წინა პროცესზე საკითხი შეაფასა არსენ კალატოისაშვილმა და პროკურატურის მიერ წარმოქმნილი სრულიად აბსტრაქტულ გარემოებებზე დაყრდნობით ზვიად რატიანის პატიმრობა და დღეს ამ საკითხს განიხილავს ლელა კალიჩენკო და ჩვენ კვლავ დავაყენებთ გირაოს გამოყენების თაობაზე შუამდგომლობას. იქიდან გამომდინარე, რომ მიგვაჩნია, რომ გირაოს სრულად უზრუნველყოფს იმ შემაკავებელ მიზანს, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ეფუძნება. რაც შეეხება პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეების ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეების განხილვას, ეს საქმე უკვე 2 საათია თითქმის რაც იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ვარაუდობს, რომ ერთი მხრივ მოისმენს დაცვის მხარის მტკიცებულებებს და განიხილავს მათ, ხოლო მეორე მხრივ ასევე დაკითხავს ბრალდებულებს თავად პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რუსეთის მოქალაქეებს ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს. ამ ფონზე უფრო და უფრო მძიმდება ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ანასტასია ზინოვკინას ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილები აქვს და ის გზავნის წერილს პენტენციური დაწესებულებიდან და მოითხოვს სწორედ ამ დაწესებულებიდან მინიმალურ ყურადღებასა და ზრუნვას მაინც თუ მას კლინიკაში ვთქვათ არ გადაიყვანენ. დაცვის მხარე მოკლედ ამ საქმეზე დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება და ამტკიცებს, რომ პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს სინამდვილეში პოლიციელებმა თავად ჩაუდეს ნარკოტიკები და ისინი მხოლოდ ამ აქციებზე მონაწილეობის გამოისჯებიან. მათი დაკითხვის მთავარი მიზანი იქნება სასამართლოს და საზოგადოებას დააწურელებით ძალიან დეტალურად მოუყვნენ ის პროცესები, რომელიც განვითარდა მათი დაკავების დროს და დაკავების შემდეგ, ასევე მოუყვნენ იმ მოტივების შესახებ და იმ უქარების შესახებ, რომლებიც მათ მიმართ ხორციელდებოდა მათი აქციებში, დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღების გამო. ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ვთქვით, უფრო და უფრო მძიმდება, მას ხერხემალის ტკივა ხო გასაგებია, მოითხოვს კლინიკაში გადაყვანა. ძალაშია ეს მოთხოვნა. მას აქვს ნამდვილად ხერხემლის პრობლემები, მე ვერ შევალ სამედიცინო შეფასებაში, თუმცა რაც მისგან ვიცი არის, რომ მას ტკივილები აქვს და ეს ტკივილები მუდმივად მატულობს, იმიტომ რომ საფრთხე ყურადღებას ვერ ექცევა. ეს ხერხემლის ტკივილები არ არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ პენტენციური სამსახურის მიერ ან საპრობლემო მოთავსების შემდეგ. მას ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები ჰქონდა დაკავებამდე, თუმცა ბუნებრივია ეს პრობლემები გაუმძაფრდა მას შემდეგაც იგი ვერც სათანადო ფიზიკურ აქტივობას ვეღარ ახორციელებს და ვერც სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვეღარ იღებს.
დღეს პოეტი ზვიად რატიანი საკუთარ სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენი ინფორმაციით სიტყვითაც წარსდგება. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, ამბობს რომ მზია ამაღლობელს გამოუცხადა სოლიდარობა, ერთგვარად ეს იყო მისი პროტესტის გამოხატვა, როდესაც სილა გააწნა პოლიციელს. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ლელა კალიჩენკო ამ საქმესთან დაკავშირებით და მეორე მხრივ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო გალუსტაშვილი უკვე არტემ გრიბულისა და ანასტაზია ზინოვკინას საქმეებთან დაკავშირებით. გეტყვით ასევე რომ შუადღის 2 საათისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის კიდევ ერთი პატიმრის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. მადლობა ნანო ჩაკვეტაძეს უსმენდით თბილისის საქალაქო სასამართლოდან და ამ წუთებში ხდება ცნობილი რომ ზვიად რატიანის წინასწარ პატიმრობას გადახედა მოსამართლემ და პოეტი დატოვა წინასწარ პატიმრობაში, როგორც გითხარით, თითქმის 2 თვე არის ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.